35 წელი ქართული ცეკვისა და თაობების აღზრდის სამსახურში ოზურგეთში მოქმედმა ფოლკლორულმა ანსამბლმა ლაშა გიორგიმ დაარსებიდან 35 წლის იუბილე ოზურგეთის დრამატულ თეატრში გრანდიოზული გალა კონცერტით აღნიშნა. საიუბილეო საღამოს პროგრამა ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველ ნაწილში მაყურებელმა ანსამბლის ტრადიციული რეპერტუარი 11 ქართული ცეკვა იხილა, რომლებმაც წლების განმავლობაში ლაშა გიორგის შემოქმედებით იქცა განსაზღვრა, ხოლო მეორე ნაწილი ახალ ქორეოგრაფიულ დადგმებს და ხალხურ ტრადიციებზე დაფუძნებულ კომპოზიციებს დაეთმო. 35 წლიანი ისტორიის განმავლობაში ანსამბლმა არაერთი საერთაშორისო და ეროვნული ფესტივალი წარმატებით გაიარა. მრავალგზის გახდა გრან-პრის და სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი. განსაკუთრებული იყო საღამოს ფინალი, როდესაც სცენაზე ანსამბლის ვეტერანი მოცეკვავეები და ყოფილი წევრები ავიდნენ. ანსამბლის ხელმძღვანელებმა ემძარ სანიკიძემ და ნათია ჯულაყიძემ მაყურებლის ოვაციები დაიმსახურეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართული ცეკვა თაობებს აერთიანებს. ავიცი ვერ მალავ ემოციებს, დღევანდელი დღე შემიძლია რომ თქვა შედგა. ისეთი გაოფილი ვარო. ჩემი ნაშრომი გამოჩნდა და დაფასდა. დამიფასა ბავშვებმა, დამიფასა მშობლებმა, დამიფასა და აიონმა, ყველამ გორში დამიდგა და სამადლობელი არ ყოფნის. უღრმესი მადლობა ყველას, ხელმძღვანელობას, ყველა დაწესებულებას, გუბერნიას, საკრებულოს, ქალაქის მერიას, სახელმწიფო თეატრს, რავის ყველას უღრმესი მადლობა და ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ტელევიზიას ყველას მადლობას გიხდით დღევანდელი დღისთვის. საკმაოდ ემოციებში ვარ, არანაკლებ ემზარისა, იმიტომ რომ მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება ფაქტიურად ერთად მეგობრობთ, ერთგვარად ცხოვრობთ, ერთით საქმეს ვემსახურებით და 35 წელი კი არის ანსამბლის საიუბილეო თარიღი, მაგრამ ემზარი ფაქტიურად 5-6 წლიდან ეზიარა ამას ყველაფერს და 50 წელზე მეტია უკვე ის ემსახურება ქართულ ქორეოგრაფიას და ვიტყვი რომ ნამდვილად წარმატებულად, იმიტომ რომ მარტო საკუთარი შვილები არა, მან რა თქმა უნდა საკუთარი შვილებიც კი მიიყვანა მწვერვალზე, რასაც დიდი სუხი შვილების ანსამბლი ჰქვია და იქ იცეკვენ, მაგრამ იმას გარდა ძალიან ბევრი თაობები კიდევ გააგრძელენ. ცეკვები, პედაგოგებად არიან კიდევ, თავიანთი ანსამბლები ყავენ და ამაზე დიდი ბედნიერება და სიხარული არაფერი არ არის, რომ ათეული წლები რო გადის და შემდეგ რომ ნახულობ და ხედავ იმ ნაშრომს, როგორ ლამაზად და კარგად გიბრუნდება ეს ყველაფერი უკან და ამით ადამიანი ალბათ კიდევ სტიმული გეცემა, ასაკი აღარ გეტყობა ფაქტიურად და ისევ შრომის უნარიანი ხდები და კიდევ ერთხელ ამისათვის დიდი მადლობა და დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ დიდ ბატონ ჯუმბერს გადავუხადო იმისათვის, რომ ესეთი ძალიან ძლიერი და კარგი თაობები აღზარდა ჩვენს პატარა მუნიციპალიტეტში. ძალიან მაგარი დღე იყო დღეს, ძალიან დიდი დღესასწაული გვაჩუქა ანსამბლმა ლაშა გიორგიმ და მისმა ხელმძღვანელმა ბატონმა ემზარმა და ქალბატონმა ნათიამ. და მეთანხმებით რომ 35 წელი პატარა არ არის, საოცარ ფორმაში არის ანსამბლი, საოცარი კოსტუმირება, საოცარი პლასტიკა და ვიცი აღფრთოვანებული ვარ და გვიხარია რომ ჩვენს ქალაქს ასეთი უმაგრესი ანსამბლი ყავს. წარმატებებს უსურვებ ბავშვებს, მადლობა ხელმძღვანელებს და მადლობა მშობლებს.